ქალთა საპირფარეშოებით თვეების ან წლების განმავლობაში ვსარგებლობ და არავითარ ინციდენტს არ ქონია ადგილი. Sara Swinsoni დეკალბის ოლქის საჯარო ბიბლიოთეკის რეგულარული ვიზიტორია. მისი თქმით 27 ოქტომბერს მას შემდეგ რაც ქალთა საპირფარეშოთი სარგებლობა სცადა, ოლქის პოლიციის ოფიცერმა შეაჩერა. მან მითხრა უკაცრავად ბატონო, ანუ მაშინვე არასწორი გენდერული ნაცვალსახელი გამოიყენა ჩემ მიმართ. თქვენ არ ხართ ქალი, ეს აშკარაა. Swinsonis მტკიცებით მან სცადა პოლიციელისთვის აეხსნა, რომ ტრანსგენდერი იყო, თუმცა პოლიციის ოფიცერი გაბრაზებული ჩანდა. ეს ქალთა საპირფარეშოა, იქ ქალები და პატარა გოგონები არიან და მე ისინი უნდა დავიცვა. Swinsonis თქმით პოლიციის ოფიცერმა ბიბლიოთეკაში სცენები მოაწყო და თავად სიტუაციის დეესკალაციას ცდილობდა. ბოლოს მე მას დავეთანხმე და 2-2-ით დასრულდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. მომდევნო დღეს მან ბიბლიოთეკას ელექტრონული წერილი მისწერა, რათა გაეგო პერსონალმა მიმართა თუ არა ოლქის პოლიციას. ბიბლიოთეკამ ჩემი სახელით პოლიციის ოფიცერს უჩივლა. ჯორჯიის შტატში არ არსებობს კანონი, რომელიც ტრანსგენდერებს მათი გენდერული კუთვნილების შესაბამისი საპირფარეშოებით სარგებლობას უკრძალავს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.